ჩემთვის პირველია. ხო, ჩემთვის პირველი ელდა და მე უკვე შევაჩვია. სხვათა შორის ქუჩის გადაკეტვაზე ჯარიმაც არ მქონია. მართლა? მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. არა, კოვიდიც არ მქონია. არა, კოვიდი რამდენჯერმე მქონდა. მოკლედ, რაღაც საოცრება ხდება. აი, სანამ სტუდიაში შემოვიდოდი, ნოდარმა გამაგებინა სხვათა შორის, რომ თურმე შენც ხარო და ხო, შენც ესწრებოდი ამას ყველაფერს. ნუ მოულოდნელობაა ეს, რა თქმა უნდა. ჩემთვის, მაგრამ არ აუშავს ასეთები გადაგვიტანია, მონა მაინც მონა, რუსის მონა, მით უმეტეს რუსის მონა. მოდი ვისაუბროთ ახლა ამ ყველაფერზე და მითხარი რა ხდება, როგორ ფიქრობ, რატომ მოიცალა ასე ერთიანად ყველასთვის ქართულმა ოცნებამ. სია ჩამოთვალე, ხო? ხო, თითქმის არ ვიცი, ვინმე ახალი ხوار წამოგვეწია ამასობაში. სია ჩამოთვალე, ძალიან საინტერესო რომ მაყურებელმა იცოდეს. გიორგი ქადაგიძე არ მithქვა, სხვათა შორის გიორგი ქადაგიძეც არის თუ არ აი ნახეთ, ახლა როგორ არის სია, ხო? ვახოსანაიამ თქვა პირველმა, რომ იბარებდნენ, შემდეგ ჩემთან დარეკეს რუის ნახევარზე საღამოს. ჩემს ეპიზოდს ბარე მაყურებელს მოუყვები, ძალიან სახალისო ეპიზოდია. მე როდესაც წესით სამუშაო დრო არ უნდა იყოს, იმ დროს დამირეკა მოსამართლის თანაშემწემ და მითხრა რომ დღეს მიჩივლა მარიამ ლაშხმა, მონა მარიამ ლაშხმა მიჩივლა დღეს. და დღესვე შეიტანეს, ანუ დღესვე ჩამინიშნეს სასამართლო პროცესი ხვალისთვის, ანუ რაღაც ძალიან ეჩქარებათ, ხო? ხო, სხვანაირად გამორიცხულია და თან ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის? მარტში ჩანიშნული, დაწერილი სტატუსის გამო, ანუ მე რომ მარტში სტატუსი დავწერე, მარიამ ლაშხმა შეურაცხყოფილად თავი იგრძნო დღეს, ივნისში. შენ ის მაინც იცი რისთვის გიბარები? მითხრეს რომ მარტში დაწერილი სტატუსის გამო ყო სტატუსი ვერ ვიპოვე, იმიტომ მე ძალიან აქტიური ვარ Facebook-ზე და წარმოუდგენელია ხა მარტის სტატუსის პოვნა და შესაბამისად არ ვიცი რა მიწერია, მაგრამ რუსეთის მონა გავიგე, რო თქვა რაღაც რუსეთის მონის კონტექსტი თქვა. ნუ ახლა დეტალებს აღარ მოგიყვებით თანაშემწემთან საუბრზე, უბრალოდ უთხარი რომ ესეთი რასაჩქაროა, საბუდ გაგვაცნეთ მტკიცებულებები რაღაცა, არა, ყველა არის პროცესი. მერე ჩემშულ მარიამს დაურეკეს და ზუსტად იმ საათზე ჩაუნიშნეს პროცესი, რა საათზეც მე და მარიამი არის თინა წილოსანი შეურაცხყოფისთვის. ნინო წილოსანი, სახელიც არიცი. ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის არის, ანუ მარიამსაც იგივე ბრალდება აქვს, რაც ყველა ჩვენგან სავარაუდო. პროცესები არის პარალელურად. მერე ვიკა ბუკია გავიგე, ანა სუბელიანი, შენ, ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, ბაია პატარაია, გიორგი ქადაგიძე და ცოტა ხნის წინ დია მამისეიშვილი. აჰა, დია მამისეიშვილი, ესეც ამასობაში დია მამისეიშვილს უჩივლა მამუკა მდინარაძემ. იმიტომ რომ მამუკა მდინარაძეს დია მამისეიშვილმა უწოდა არაკაცი. ეხლა ცოტა უფრო სერიოზულად რომ შევხვდეთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე ზოგადად ვარ იმ ადამიანებს შორის, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერზე ღლიცინი არ შეიძლება. მესმის რომ სიგიჟია, ჩვენ ახლა რაზეც ვსაუბრობთ, რომ Facebook-ის სტატუსის გამო არ შეიძლება ამდენი ადამიანი. არა, დაუჯერებელი. ხო, მართლა დაუჯერებელი ისტერიკა. სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის გეკას პირველი საქმე, ანუ გეკამ ამით მოინათლა თავი. რა კარგად გახსნა გეკამ ბევრად უფრო სერიოზული ბრალდებებით და ბევრად უფრო სერიოზული დანაშაულებებით გახსნა მართალია, მაგრამ ნუ ახლა უკვე აი ჟურნალისტებსაც. ხო, იმიტომ რომ ის გვიჩივის, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ანუ კრიმპოლი გვიჩივის. ეხლა ნახეთ რა არის აქ საინტერესო, ცოტა ეხლა რაღაცა უფრო სერიოზულად რო შევხვდეთ ამ ყველაფერს რა. საერთოდ აღარ არის სახუმარო თემა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩრდილოეთ კორეისკენ მივდივართ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მივდივართ რუსეთისკენ, საერთოდ აღარ უნდა ვხუმრობდეთ ამ თემაზე, იმიტომ რომ მართლა სად უნდა გავიღვიძოთ ერთ დღეს, რომ მივხვდეთ, რომ ანუ და თან სიჩქარეს მოუმატეს. ადრე თუ ამას აკეთებდნენ ნელ-ნელა, მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს რაღაც დაჯერება კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით, რომ აი რაღაც თარიღში უნდა მოასწროს, თან არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნუმეროლოგიით არიან ხო გატაცებულები და ეს რაღაცა მისი ჯადოქრობების და ანუ ხო მას ხო ჩვენ ხო ვიცით რომ მას აქვს ეგეთი დაჯერებები და რწმენები და მგონია რომ ეხლა რაღაც პერიოდში მოსწრება უნდა ამ ყველაფერს იმიტომ რომ ეს სისწრაფე რაც ეხლა აკრიფეს ბოლო პერიოდში თუნდაც ამ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ხო რაღაცა ერთ ჭრილში არ განიხილება ეს ყველაფერი ხო ერთიან თუნდაც დაჩქარებულ სასამართლო პროცესებზე თუნდაც სასამართლო პროცესების დახურვაზე თუნდაც სასამართლო პროცესებზე როგორც მიდის ეს პროცესები მე გულისხმობ ამ შემთხვევაში დაკავებულ ახალგაზრდებს სინდისის პატიმრებს დღეს იყო ძალიან მძიმე სასამართლო პროცესებია და მართლაც ძალიან დაჩქარებულად მიდის ეს ყველაფერი.